განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. წინა რამდენიმე საუბარში ჩვენ შეძლებს დაგვარად შევეხეთ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ამ კუთხით შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ პატროლოგიის შესავალთან გვაქვს საქმე და ჟანრობრივ დახასიათებას წარმოვადგენთ ქრისტიანული ლიტერატურისას, ზემოთქმული საკუთრივ ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით ამჯერად ვფიქრობთ საკმარისია. ახლა შევეხებით ქრისტიანული ლიტერატურის ერთ განსაკუთრებულ და ასევე უაღრესად ფართო მოცულობის მქონე ჟანრს, რასაც ლიტურგიკული მწერლობა ჰქვია. ჯერ საზოგადოდ ლიტურგია, როგორც არსება ქრისტიანული სარწმუნოებისა და შემდეგ ლიტურგიკული მოძღვრება, როგორც ასევე საეკლესიო მოძღვრების მწვერვალი, გვირგვინი და თავის თავში მთლიანად მომცველი და ბოლოს ამ მოძღვრების და იმ უწმინდესი მსახურების, რასაც ლიტურგია ეწოდება, წერილობითი გამოხატულება, ლიტურგიკული ჟანრი, როგორც მართლაც გვირგვინი საეკლესიო ლიტერატურისა, აი ეს სამნაწილედობა გამთლიანებულად ჩვენ ლიტურგიკული ღვთისმეტყველების შესახებ ღრმა წარმოდგენას გვიქმნის, ერთობლივად, როდესაც ყველა ეს ნაწილი განიხილება და შევეცდებით ლიტურგიკული მწერლობის შესახებ, თუნდაც ამ მოკლე ინფორმაციის გადმოცემის ჟამს, რაც რამდენიმე საუბარში ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი, აი ამ მოკლე საუბარშიც კი ყველაზე არსებითი განვმარტოთ. დავიწყებთ საკუთრივ ლიტურგიით და შევეცდებით ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობის განმარტების საფუძველზე მსმენელს უჩვენოთ, თუ რა არის არსი საეკლესიო ღვთისმსახურებისა, რომლის ყველაზე უფრო აღმატებულ გამოვლენებას ლიტურგია ეწოდება. ტერმინი ლიტურგია ბერძნული გახლავთ და ცხადყოფილია და გარკვეულია, რომ ის კომპოზიტს წარმოადგენს. პირველი ნაწილი ლეიტ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას ლაოს, რაც ნიშნავს ერს, ხალხს, საზოგადოებას, ხოლო მეორე ურგია უკავშირდება სიტყვას το έργον, რაც არის საქმე, სმნას ერგაძომაი, რაც ქმნას ნიშნავს და აქედან ნაწარმოები კომპოზიტის მეორე ნაწილი ურგია, გარდა აღნიშნული ტერმინის, ესე გარდა ლიტურგიისა, კიდევ სხვა მრავალი ტერმინის შიგნით შედის, თუნდაც მაგალითად თეურგია, ღმერთმოქმედება ქართულად ვთარგმნოთ, პანურგია, რაც ერთი სიტყვით ვთარგმნით მზაკვრობას ნიშნავს, კაკურგია, ბოროტმოქმედება და სხვა. ესე იგი ამ ტერმინებში, როდესაც ურგია კომპოზიტურ ნაწილად არის წარმოდგენილი, ის ჩვეულებრივ ქართულად ითარგმნება როგორც მოქმედება. შეგვეძლო გვეთარგმნა აგრეთვე როგორც მსახურება და შესაბამისად ბერძნული ლეიტურგია ქართულად შეიძლებოდა გადმოცემულიყო კალკირებული თარგმნის შემთხვევაში ტერმინით ერის მსახურება ან საზოგადოების მსახურება. ანუ მსახურება, რომელიც აღევლინება ან და სრულდება, ან და იმოქმედება საზოგადოებისთვის, საზოგადოების გამო. ეს მნიშვნელობა ჰქონდა მართლაც ტერმინ ლიტურგიას ქრისტიანობამდე, მაგრამ საკუთრივ ეკლესიის წიაღში, ისე როგორც მრავალმა სხვა ტერმინმა, ამ ტერმინმაც განიცადა მნიშვნელობის ცვლა, განსულიერდა, მისი ცხოველყოფა მოხდა იმ უწმინდესი შინაარსის შესაბამისად, რაც ამ ტერმინში ჩაიდო. აქედან გამომდინარე, ტერმინი ლიტურგია საკუთრივ ღვთისმსახურების აღმნიშვნელი გახდა. მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ხალხის, ანუ საზოგადოების მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი ღვთისმსახურების შინაარსით დაიდვირდა? რა თქმა უნდა, ამ ორ მნიშვნელობას შორის უმჭიდროესი კავშირის დანახვა მსმენელისათვის რთული არ იქნება, რამდენადაც ეკლესიური სწავლებით საზოგადოებისათვის ჭეშმარიტი მსახურება სწორედ მაშინ აღსრულდება, როდესაც ღვთისადმი აღევლინება ლოცვა ვედრება. ანუ როდესაც ღვთისმსახურება სრულდება. ღვთისმსახურებას, რა თქმა უნდა, არასოდეს არ აქვს თვითმიზანი, რომ საკუთრივ ღმერთს ემსახუროს ესა თუ ის ქმნილება, ამ შემთხვევაში ადამიანი.
რამდენიმე ქმნილება იმიტომ შემოგვყავს, რომ ღვთისმსახურებას მხოლოდ ადამიანები არ აღავლენენ აგრეთვე ანგელოზებიც. ეს მსახურებანი ანგელოზთაგან აღვლენილი თუ ადამიანთაგან აღვლენილი, ღვთისადმი აღვლენილი, პირველ რიგში სწორედ მათთვისაა უმნიშვნელოვანესი, მათი მასაზრდოებელია. ეკლესიური სწავლებით ობიექტურად, არსობრივად, რა თქმა უნდა, ღმერთს არ ეჭირვება, არ ესაჭიროება არავისგან მსახურების აღვლენა. სამსახურის შეწევნა ესაჭიროება მხოლოდ ქმნილებას და ეს შეწევნა მასზე ყოველთვის ღვთისგან მოდის. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ღვთისმსახურებაა მაინც ეს და არა ადამიანის მსახურება, ან და გნებავთ საზოგადოების მსახურება, აქ იგულისხმება ის აზრი, რაც ნაწილობრივ უკვე წარმოაჩინეთ, მაგრამ უფრო ცლადაც ვიტყვით, რომ ღვთისადმი აღევლინება ადამიანთათვის და ზოგადად მთელი ქმნილებისათვის, მთელი ქმნილების შეწევნისათვის, ღვთისგან შეწევნისათვის მსახურება. როდესაც ანგელოზებიც აღავლენენ ღვთისმსახურებას და ანგელოზთა ღვთისმსახურება ესაა მარადიული დიდება ღვთისა და შემოქმედისა, არც ამ შემთხვევაში იგულისხმება ეკლესიური სწავლებით ის აზრი, რომ თითქოს უფალს ვინმესგან განდიდება ესაჭიროებოდეს. ზოგჯერ ეს სამწუხაროდ ამგვარად გაიგება, როდესაც ადამიანები, როდესაც ანგელოზები სიმბოლურად შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც მთელი ქმნილება ხილული თუ უხილავი დიდებას აღმოთქვამს უფლისას, თითქოს ეს დიდების აღვლენა საკუთრი უფლისთვის არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამგვარი შეხედულება პირდაპირ აზრით, პირობითად, რა თქმა უნდა, მრავალი რამე ითქმის და ჩვენ ერთ-ერთ საუბარში გვქონდა განმარტება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს პირობითი თქმა, რას ნიშნავს პირდაპირი თქმა, რას ნიშნავს პირობითი მნიშვნელობა, რას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობა. პირობითად ბევრი რამე ითქმის, მაგრამ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ნათქვამის პირობითობა. მაგრამ როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით რაიმეს ვამბობთ, აქ უკვე რაიმე გადატანითი, ირიბი, სიმბოლური ნათქვამი კი არ დგას ყურადღების ცენტრში, არამედ უშუალოდ ის აზრი, რისი თქმაც, რისი გამოხატვაც ამ შემთხვევაში სწადია მთქმელს. როდესაც დიდება აღევლინება ღვთისა და ღვთისგანვეა მოთხოვნა იმისა, რომ ქმნილება, გონიერი ქმნილება მარადიულად ადიდებდეს მას, იმიტომ რომ პირდაპირაა თქმული, რომ მან შექმნა ზეციური ძალები სადიდებლად თავისა, აქ იგულისხმება არა ის, რომ კვლავ ხაზგასმით ავშავთ, ღმერთს სჭირდება ვინმესგან დიდება, ის ყოვლად დიდებულია და მთელი ქმნილების და ამ ქმნილებაში ყველაზე აღმატებული გონებრიობით დაჯილდოებული არსებების შემეცნებაზე უსასრულოდ აღმატებულია მისი დიდება, შესაბამისად, შესაფერისად მას ვერასოდეს ვერავინ ვერ განადიდებს, იმიტომ რომ მიუწვდომელია ყველასგან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გვიკარნახებს ეს ღვთის შესახებ აი ამგვარი ეკლესიური მოძღვრება, რომ როდესაც ვადიდებთ უფალს, აქ არანაირად არ უნდა იგულისხმებოდეს თავად უფლისგან დიდების და ქმნილების მიერ მისი განდიდების საჭიროებლობა. მაშინ რა იგულისხმება იმ უზენაეს და ყოვლის მომცველ მოვლენაში, რომ მთელი ქმნილება მარადიულად ადიდებს უფალს. აქ იგულისხმება და ეკლესიის მამათაგან ეს მრავალგზის არის განმარტებული, აქ იგულისხმება არა უფლის მიერ რაიმე აუცილებლობის დაკისრება ქმნილებისადმი, რომ მას ესაჭიროება ქმნილებისგან დიდება, არამედ ეს დიდება სწორედ იმ ქმნილებისათვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. სხვაგვარად, როდესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვადიდებთ არა იმიტომ, რომ უფალს ესაჭიროება ეს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესაჭიროება ეს. მაგრამ რა იგულისხმება, აქ რა კუთხით გვესაჭიროება ჩვენ დიდება უფლისა. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ აქვე, იმიტომ რომ ლიტურგია თავისი უსახთოესი დანიშნულები და აზრით, როგორც ღვთისმსახურება, რა თქმა უნდა, გულისხმობს მარადიულ დიდებას ღვთისას, მარადიული მადლობის აღვლენას ღვთისადმი და ამიტომ რომ ლიტურგია სხვაგვარად ევხარისტიაც ეწოდება ბერძნულად, ანუ ქართულად სამადლობელი, მადლობა. სწორედ ეს ორი ტერმინი, ლიტურგია, როგორც ღვთისმსახურება და ევხარისტია, იმავე მოვლენის, იმავე სულიერი მოვლენის ეს ორი სახელწოდება, ერთი მხრივ ლიტურგია და მეორე ევქარისტია, ანუ მადლობა, აი ეს ორი ტერმინი, რომელიც კვლავ აღნიშნავთ, ერთსა და იმავე სულიერ მოვლენას ღვთისმსახურებას ეწოდება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსით ერთი და იგივეა,
აი ეს ორი სახელწოდება განუყოფელ მთლიანობაში ჩვენ გვიმხელს და განგვიმარტავს იმ აზრს, რაც უფლის მარადიულ დიდებაში, ქმნილებისგან უფლის მარადიულ დიდებაში ძევს. ამის განმარტებისთვის უპირველეს ყოვლისა გავიხსენებთ ეკლესიურ სწავლებას იმის შესახებ, რომ დასაბამში, როდესაც უფლისგან შეიქმნა ყოვლიერება, სულიერი სამყარო, ჯერ კიდევ არ არსებობდა ბოროტი, რომ ბოროტი არ არის სუბსტანციური, ანუ საკუთარი არსებობის მქონე. სუბსტანციურობა ამას ნიშნავს. არსობრივი არ არის ბოროტი. ბოროტი არის ყოველთვის შემთხვევითი, განვითარებაში აღმოცენებადი და არა ბუნებითი, არა არსობრივი, არა ნიშანდობლივი რაიმე მოვლენისათვის, რაიმე ქმნილებისათვის განუყრელად. ბოროტება რომ არსობრივი ყოფილიყო, მაშინ მისი შემქმნელიც უფალი იქნებოდა, იმიტომ რომ ყოველგვარი არსება და ყოველგვარი ბუნება ღვთისგან შეიქმნა და დასაძირკვლა. მაგრამ რაც ღვთისგან შეიქმნა და დასაძირკვლა, ყველაფერი უზენაესი სიკეთით იყო გამშვალული. სიკეთი არის საფუძველი, ნივთი, მასალა მთელი სამყაროს აგებისა და აღნაგობისა და შესაბამისად არაფერი არ შექმნილა ბოროტი. ამის გამო, როდესაც ეკლესიის მამათა შორის აუცილებლობა შეიქმნა იმის განმარტებისა, თუ მას საიდან მომდინარეობს ბოროტება, ბოროტება რომ სახეზეა აშკარა არსებობს უკეთური ძალები, უკეთურ ძალთაგან გაუგუღმართებული ადამიანები, ნამოქმედარი მრავალი უკეთური, ენით აუწერელი ბოროტი ქმედებანი და სხვა. და საიდან მომდინარეობს ეს ყოველივე, სათავე სად არის ყოველივე ამისა. ეკლესიის მამები მრავალი კუთხით განმარტავენ ამ საკითხს. არსებობს თხრობითი წესით გადმოცემაც, ეს მიღებულია ეკლესიურ მოძღვრებაში, ყველაფერი იქ, რა თქმა უნდა, ესე იგი ამ მოძღვრებაში ლოგიკურ-სილოგისტური განხილვების წესით არაა, რა თქმა უნდა, გადმოცემული, მრავალი რამ მოწოდებულია სათნო გადმოცემის თხრობის სახით და ეს ერთი მხარე ამ საკითხის წარმოჩენისა, რომ ბოროტება დასაბამში არ არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთმა დაწინაურებულმა ანგელოზმა ღმერთთან გატოლება მოისურვა, გაამპარტავნდა და შესაბამისად დაეცა და ის გახდა მოთავე შემდგომში ყველა სხვა ბოროტი წარმონაქმნისა. ესა, ასე ვთქვათ, თხრობითი გადმოცემა იმ უარქაულესი, უძველესი მოვლენისა, ყოვლად სიკეთეში, როგორ შემოიჭრა ბოროტი. მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, ამ საკითხის საღვთისმეტყველო განმარტება და ეს განმარტება ძალიან მოცულობითია, ჩვენ ამას მთელი სისავსით ამჯერად ვერ შევეხებით, იმიტომ რომ ის მთელი კურსი საუბრების შეიძლება ამ საკითხს დასჭირდეს და ალბათ შემდეგში ჩვენ ამ საკითხს უეჭველად შევეხებით, როდესაც ისეთ მოძღვართა ღვთისმეტყველების განხილვას შეუდგებით, როგორიც გახლდათ თუნდაც წმინდა ათენაგორა ათენელი, გრიგოლ ნოსელი და სხვები, ან წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი და სხვა, რომლებთანაც ეს საკითხი სწორედ საღვთისმეტყველო თვალით არის დანახული და განმარტებული. ამჯერად ჩვენს საკითხთან, ესე იგი ლიტურგიასთან დაკავშირებით, რაც არსებითია, იმას წარმოვაჩენთ. დებულება პირველი, რომ ღვთისგან დასაბამში ყოველივე შეიქმნა კეთილად. ყველა არსება თავისი ბუნებით, თავისი სუბსტანციით არის კეთილობის ნიშნით მარადიულად აღბეჭდილი და ბოროტების ნიშანწყალი არც ერთ ბუნებაში არ დევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოროტება არის ბუნების გარეგანი, ბუნების მიღმა, ბუნებაში გარედან შემოჭრილი. რა არის ეს გზა თუ ხიდი უარყოფითი გაგებით, რა თქმა უნდა, რამაც ბუნებაში სნეულება შემოუშვა. სნეულება და ბოროტება ერთი და იგივეა. ეკლესიის მამათა სწავლებით ეს გზა თუ ხიდი, კვლავ აღნიშნავთ, გზა თუ ხიდი უარყოფითი გაგებით, გახლავთ პიროვნული ნება. პიროვნული არჩევანი, უпроსორი ეს გახლავთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნება, ნებელობა თავისი არსით ბუნებისეულია. პიროვნულობაში ვლინდება არჩევანი და ამ არჩევანის საფუძველზე, არჩევანი ის, რაც ძველ ქართულად გამოითქმოდა ტერმინით წინააღრჩევაი, ბერძნულად გახლავთ ასეთი ტერმინი პრონოია, აი ეს პრონოია, ანუ არჩევანი, გახლავთ საფუძველი ბოროტის შემოჭრისა ქმნილების კეთილ ბუნებაში და ამ ბუნების დასნეულებისა. პიროვნული არჩევანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გონიერ ქმნილებას აქვს. გონიერი ქმნილება ორია, ანგელოზური ძალები და ადამიანი. შესაბამისად, მხოლოდ მათ შორის შეიძლება არსებობდეს რაღაც
სათავე და რაღაც საფუძველი თუ საბაბი ბოროტის წარმოშობისა. როდესაც ჩვენ ასე მკვეთრად ამ მხარეს წარმოაჩენთ და პიროვნულ არჩევანზე ვამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ვინმე ასეთი აზრი გამოთქვას, რომ ეს პიროვნული ნებაც, ზოგჯერ ნებაც ეწოდება მას, ჰიპოსტასური ნება, ოღონდ არჩევანის მნიშვნელობით, არა ნებელობის მნიშვნელობით. აი ეს პიროვნული არჩევანის თვისებაც ხომ ღვთისგან შექმნილია. თუ ღმერთმა თავის გონიერ ქმნილებებში, ყველაზე აღმატებულ ქმნილებებში ასეთი საფუძველი ბოროტებისა თვითონ შეამზადა, მაშინ ხომ მაინც ღმერთი გამოდის ამ ბოროტების მოთავე. საქმე ის გახლავთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება, რა თქმა უნდა, ღვთისგან არის მინიჭებული ქმნილებებისადმი, გონიერი ქმნილებებისადმი, მაგრამ ეს გახლავთ ყველაზე აღმატებული პატივი, რითაც ეს ქმნილებები შეიმოსდნენ ღვთისგან. ამაზე დიდი, ამაზე მნიშვნელოვანი საბოძვარი ღმერთს ქმნილებებისთვის სხვა არაფერი მიუწია თუ არა პიროვნული თავისუფალი ნება. და ამის მიცემა გარდუვალობაც გახდათ, იმიტომ რომ ამ თვისების გარეშე გონიერი ქმნილება საერთოდ ვერ იარსებებდა. ეკლესიური სწავლებით გონიერება, მოაზროვნეობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ თავისუფალი ნება, პიროვნული არჩევანის თვისება და საშუალება ერთი და იგივეა, განუყოფელია. შეუძლებელია მოაზროვნე იყოს რომელიმე არსი და მას თავისუფალი ნება არ ქონდეს, იმიტომ რომ მაშინ მოაზროვნეობის მნიშვნელობაც უფასურდება, რისთვის გინდა აზროვნება, თუ შენ თავისუფალი ნების მქონე არ ხარ. და მეორე მხრივ შეუძლებელია თავისუფალი ნება გქონდეს და არ გქონდეს მოაზროვნეობა და გონიერება, იმიტომ რომ თავისუფალი ნება როგორ უნდა გამოიყენო მაშინ, თუ აზროვნება არ გაქვს. ამრიგად თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა განუყოფელია, განუყრელია მათი მნიშვნელობით, დანიშნულებით და არსებითად ერთი და იგივე. შესაბამისად, ქმნის რა ღმერთი გონიერ არსებებს, ანგელოზებსა და ადამიანს, სწორედ მოაზროვნეობით, ანუ იმ გონიერებით, რაც მათი საკუთარი სახელია ქმნილებებში, რა თქმა უნდა, ეს იგივეა, ვთქვათ, რომ იგი ამ ქმნილებებს, ანგელოზებსა და ადამიანებს ქმნის თავისუფალი ნებით. სადაც არის მოაზროვნეობა, იქ აუცილებლად არის თავისუფალი ნება, სადაც არის თავისუფალი ნება, იქ აუცილებლად არის მოაზროვნეობა. ხოლო ეს ორი თვისება, თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა, როგორც ვეკითხარით, ყველაზე დიდი პატივია, რითაც ადამიანი და ანგელოზი შეიმოსა. იმიტომ რომ სწორედ ეს გახლავთ ის თვისება და ამაზე ჩვენ ერთ-ერთ საუბარში გვქონდა მოკლე შეხება. ეს გახლავთ სწორედ ის თვისება, რითაც ანგელოზები და ადამიანები ემსგავსებიან უფალს. ღვთის ღმერთობის ყველაზე აღმატებული თვისება სწორედ მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება გახლავთ. რა თქმა უნდა, ადამიანისა და ანგელოზის თავისუფალი ნებისა და მოაზროვნეობის უნარი ოდნავადაც ვერ მიესადაგება საუფლო აღმატებულების, მოაზროვნეობისა და თავისუფალი ნების სიდიადეს, მაგრამ მაინც მისი გამონაკლდომია, მისი ანარეკლია მისდამი ხატოვნებაა. უფალი, ღმერთი, ყოლიერების შემოქმედი, ბუნებითი თავისუფლებაა, ყოვლად შეუზღუდავი და უსასრულო თავისუფლებაა და ასევე ბუნებითი და ყოვლადი გონებაა, შეუზღუდავი და უსასრულოდ განფენილი, რომელსაც არავითარი საზღვარი არავისგან არასოდეს არ დაედება. ამ უსაზღვრო გონებისა და უსაზღვრო თავისუფლების საზღვრებში უაღრესად კნინობითი სახით, იმ საღვთო სიდიადესთან შედარებით უაღრესად კნინობითი სახით გამოვლინებაა ანგელოზური და ადამიანური თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა. მაგრამ მაინც საღვთო პატივია, რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა, დიდი იყოს მიჯნა, მაინც იმ უზენაესი საღვთო პატივის გამოგრთომა და სწორედ ამ თვისებებით არიან ანგელოზებიცა და ადამიანებიც ყველა სხვა ქმნილებისგან გამორჩეულნი და პირობითად, ანუ სიმბოლურად ღმერთებად წოდებულნი. ანგელოზები და ადამიანები, წმინდანები, როდესაც ღმერთებად იწოდებიან სიმბოლურად, ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, პირობითად თავის დავაცხადე, ანუ მადლით ღმერთქმნილებად, მათ ღმერთქმნილობას, მათ განღმრთობას სწორედ ეს ორი თვისება განაპირობებს. მაგრამ უაღმატებულ ეს პატივს თავისი მოფრთხილება სჭირდება. რაც უფრო ძვირფასია საჩუქარი, რაც უფრო ძვირფასია ცხვენი, მით უფრო მეტად არის ის გასაფრთხილებელი. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ პიროვნული არჩევანის თვისებიდან შეიჭრა ჯერ ანგელოზურ, ერთ-ერთი ანგელოზის ბუნებაში უკეთურება და შემდეგ ამის განგრძობა იყო ადამიანის
პირველ მშობლების ადამიანსა და ევას გაუკუღმართება და გაუკეთურება, როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ, რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება, რაც ღვთისგან მოგვემადლა, გარდუალად გულისხმობდა გაუკეთურებას, რა თქმა უნდა არა. თუ ჩვენ დავაკონკრეტებთ, ასე შეგვიძლია ვთქვათ, ბოროტება წარმოიშვა ანგელოზებისა და ადამიანებისადმი ღვთისგან ბოძებული ყველაზე აღმატებული, ყველაზე საღვთო საბოძვარის თავისუფალი ნების არ მოფრთხილებისგან, ამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარის გაუწმინდურებისა და შერყვნისგან, არაწესისამებრ გამოყენებისგან. თავისუფალი ნება ადამიანს მიეცა და ანგელოზს მიეცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მარადიული, სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი კეთილი აზროვნებით, კეთილი მოაზროვნეობით განეცადათ უფლისმიერი მშვენიერება უფლისგან გამომკრთალი, უაღმატებულესი სიკეთე და იმ საღვთო ნეტარებაში სრული შეგნებულობით, სრული ცნობიერი თავისუფალი არჩევანით ნეტარება მიეღოთ. მაგრამ თუ რაიმე ნივთი უკეთურად იქნება მოხმობილი, რა თქმა უნდა, და რაიმე საბოძვარი ბოროტად იქნება გამოყენებული, ამ საბოძვარის მბოძებელი კი არ არის დამნაშავე, არამედ ის, ვინც უაღმატებულესი საბოძვარი უკიდურესად შეუფერებელი, შეუსაბამო და უწმინდური მიზნისათვის გამოიყენა. როდესაც უფალი ამბობს, რომ ძაღლებსა და ღორებს ჩვენ არ უნდა დავუყაროთ სიწმინდეები და მარგალიტები, სწორედ ეს შინაარსიდებს, აი ზემოთქმული შინაარსიდებს ამ შეგონებაში, რომ უფლისგან რაც კი სიკეთე გვებოძება, თუ ის ჩვენ შევრყვენით, გავაუკეთურეთ, ეს იგივე რაც ღორების წინაშე მათი დაყრა, ღორებისა და ძაღლების წინაშე. და დამნაშავე არის არა იმ მარგალიტთან ბოძებელი, რა თქმა უნდა, პირიქით ის ყოვლად სამადლობელია ჩვენგან, არამედ დამნაშავეა ის, ვინც ეს მარგალიტები ძაღლებსა და ღორებს მიუყარა გასათელად და შესაბილწად. აქედან გაუმდინარე, უაღმატებულესი პატივი, პიროვნული არჩევანი, პიროვნული თავისუფალი ნება, მოაზროვნეობითობის უნარი, არაწესისამებრ მოხმობილი, ანუ აი ეს ძვირფასი საჩუქარი, გაუფრთხილებლად გამოყენებული და გაუწმინდურებული, ხდება სწორედ ბოროტების სათავე. აქ შეიძლება ასეთი კითხვაც დაისვას. როგორც არ უნდა იყოს, თუნდაც რომ ეს უაღმატებულესი ნიჭი და პატივია ღვთისგან, მაინც რამდენადაც შესაძლებლობა იყო ამ უაღმატებულესი პატივის არაწესისამებრ გამოყენებისა და უფალმა ხომ ეს წინასწარ უცოდა, როგორც ყოლის ცოდნემ, მაინც რატომ არ მოხდა მისგან თავშეკავება ამ ნიჭის მიცემისა, ჭრედდა რა წინასწარ რომ უკეთურად იქნებოდა იგი გამოყენებული. ეს კითხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვა, მოკლე პასუხის სახით ამას გულისხმობს და ეს პასუხი გაცემულია წმინდა იოანე დამასკელისგან, რაც აღნიშნული პასუხი მრავალ სხვა საკითხსაც უპასუხებს აგრეთვე, იმგვარ საკითხებს ყოფით ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე რომ აღიძვლის, თუნდაც საკითხი იმის შესახებ, რომ უფალმა ასევე წინასწარ ცოდნეობით კარგად უწყოდა ადამისა და ევას შეცოდებას, საომავლო შეცოდებას და როგორ არ შექმნა ისინი იმგვარად, რომ აი ეს შეცოდება თავიდან აცილებული იყო და ანდა საერთოდ რატომ შექმნა. წმინდა იოანე დამასკელის პასუხი ამგვარი გახლავთ. უფალმა, რა თქმა უნდა, თავისი წინასწარ მცოდნეობით აბსოლუტურად უწყის ყოველი ქმნილების სამომავლო ხვედრი, მათი მოქმედებანი, მათი ზრახვანი და მათი ნამოქმედარი. შესაბამისად, მან წინ და წინ უწყოდა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზის დაცემა და მის და მიმხრობილი ანგელოზების უკეთურძალებად გადაქცევა, ადამიანსა და ევას შეცოდება და სხვა. მაგრამ მან აღასრულა მაინც შესაქმე, იმიტომ რომ აქ ასეთი უაღრესად საყურადღებო პასუხია და დასაკვირვებელი პასუხია, ესე იგი დაკვირვება საჭიროებს. თუ კი უფალი იმის შიშით, რომ მისგან ბოძებული უაღრესად ძვირფასი ძღვენი, ესე იგი უდიდესი სიკეთე ქმნილებაში გამოვლენილი ყველაზე დიდი სიკეთე, აი იმის შიშით, რომ აი ეს სიკეთე ვინმესგან უკეთურად იქნებოდა გამოყენებული, თუ ამის შიშით უფალი ამ ძღვენს საერთოდ არ გაიღებდა, ამ სიკეთეს საერთოდ არ მიენიჭებდა ქმნილებას, მაშინ დასკვნა ასეთი იქნებოდა, რომ იმ სამომავლო უკეთურებას, შესაძლო უკეთურებას, რაც უფლისთვის შესაძლო არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის წინასწარ ჭრեց ყველაფერს და მისთვის ყველაფერი უკვე მოხდარია, მაგრამ
თვითონ ქმნილებებში განხორციელების თვალსაზრისით პოტენციურ უკეთურებას ფალი შეუშინდა, ანუ სიკეთეს უკეთურება მაჯობა. იმიტომ რომ ასეთი შედარება რომ მოვიტანოთ ქველმოქმედებას, როდესაც აღვასრულებთ, ჩვენ რა თქმა უნდა უდიდეს წილად არ ვიცით ჩვენგან გაღებული მოწყალება როგორ იქნება იმისგან გამოყენებული, ვისაც ეს მოწყალება მივეცით. და იმის შიშით, რომ ვინმე ეს უკეთურად არ გამოიყენოს, დავაბკოლოთ სიკეთე და არავის ქველმოქმედება აღარ მივცეთ და არ გავიღოთ მოწყალება, უეჭველია დასკვნა, რომ უკეთურების წინაშე შიშმა დასძლია ჩვენში სხვათათვის გასაცემად გამზადებული სიკეთე, ანუ სიკეთეს სოლო უკეთურება. მართალია ერთ-ერთი ანგელოზი დაეცა და იმ ანგელოზებს მრავალი და ბევრი მიხვა, მაგრამ დიდი და უდიდესი ნაწილი არ დაცემულა და პირიქით უფრო აღემატა განღრთობილობის ხარისხში, უფრო დაწინაურდა და სხვა. ადამიანთა შორისაც მართალია ადამიდევა დაეცა, მაგრამ ეს არ ყოფილა საბოლოო დაცემა და ამას თავისი განმარტება აქვს, ახლა ამჯერად სამწუხაროდ ვერ შევეხებით. იმ ანგელოზის გავსად, რომელიც მართლაც საბოლოო დაცემით დაეცა, მათგან განსხვავებით ადამიანსა და ევას დაცემა სინანულის შესაძლებლობას და ესე იგი გამოსყიდვის შესაძლებლობას შეიცავს. ეს ერთი მხარე და მეორეც კაცობრიობის ისტორიაში მრავალნი გამოვლინდნენ, რომლებმაც ახოვანებით ზლიეს უკეთურებას და თუკი ადამიანი არ შეიქმნებოდა ამ თვისებით, თავისუფალი არჩევანისა და მოაზროვნეობის თვისებით, მაშინ ეს დიდი სიკეთეები, რასაც კაცობრიობის ისტორიაში მზეებრ მანათობლებად და აი ამ გასხიოსნების ნიშნით გამოვლენილად ვხედავთ, ეს ყველაფერი აღარ იარსებებდა. ამრიგად, ჩვენ ასეთ დასკვნამდე მივდივართ, უფლისმიერი გულმოწყალება, უფლისმიერი საღვთო ძღვენი, საუფლო უშურველობის თვისებიდან გამომდინარე, ესე იგი ყოველგვარ შეზღუდულობას, ყოველგვარ ნაკლოვანებაზე აღმატებული თვისებიდან გამომდინარე, აი ეს საუფლო ძღვენი გაიცემა ყოვლად და უნანებლად და ეს უფლის სიდიადის წარმომაჩენელია, მაგრამ თუ რომელიმე მომხმარებელი უკეთურად გამოიყენებს მას, რა თქმა უნდა ბრალდება და დანაშაული მხოლოდ ამ უკანასკნელზე რჩება. ჩვენ დროებით აქ შევწყვეტ საუბარს. მადლობთ ყურადღებისათვის.